Oleg Melnikovs კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა საქმეს სამი პოლიციელის ცემას ეხება. Პროკურატურის ცნობით მელნიკოვმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და აღიარებითი ჩვენება მისცა რის საფუძველზე სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღნიშნულ საქმეზე Oleg Melnikovs 2 წლით პატიმრობა და დამატებით 2 წლით გამოსაცდელი ვადა ანუ პირობით იმის ჯავრი დაედო. მოსამართლემ დააკმაყოფილა საპროცესო შეთანხმება და აღნიშნა, რომ მელნიკოვი აღნიშნულ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ არის ცნობილი. იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს წინანიებს შადენ დანაშაულს, შესაბამისად ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ მოგიხსენებათ იმის შელა წარმოდგენის შუამდგომლობაზე და დაამტკიცა ჩვენს მიერ წარმოდგენილი პირობები. აღიარება იყო ნებაყოფლობითი. რაც შეეხება სხვა პიროვნებებს, იქ თავისთავად რაც იყო საქმეში, ვის ფიგურირებდნენ, იმას აღიარებს თავისთავად. დამნაშავეს ცნობს მათაც მათ დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს მელნიკოვი თავის ჩვენებაში. დავით ახალაია გამართლებულია პოლიციელებისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში სიცოცხლესა და ჯანმრთელობის საში ძალადობის გამოყენებით. აი ამაში გამართლებულია დავით ახალაია, საქალაქომ გაამტყუნა მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში. ახლა ეს გაასაჩივრა ჩემო ბატონო პროკურატურამ და აი მელნიკოვისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებით წარმოიქმნა საფუძველი, რომ გამართლებელი განაჩენი შეიცვალოს გამამტყუნებელი განაჩენით.